და ფეხბურთელი, რომელიც ჩემი აზრით კი არა ზოგადად მსოფლიოში ჩემთვის ყველაზე დიდია. კრისტიანო რონალდო სპორტის ისტორიაში პირველი მილიარდერი მოთამაშე გახდა და როგორც იქნა რაღაცით მაინც აჯობა ლეონელ მესის. 2025 წლის ივნისში 40 წლის ფეხბურთელმა საუდის არაბეთის გუნდ ალ-ნასრისთან ახალი 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულება სავარაუდოდ რამდენი იქნება? ალბათ 400 მილიონ დოლარს აჭარბებს ბლუმბერგის ცნობით ამ კონტრაქტმა რონალდუს წმინდა მოგება ქონების სახით 1.4 მილიარდ დოლარამდე შეაფასა. წარმოიდგინე, პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მილიარდ დოლარზე მიიწია და ესე აიწია. ასევე ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო მედია UFC-ს ქართველი მებრძოლის ილია თოფურიას და მისი მეუღლის ჯორჯინას დაშორების შესახებ აქტიურად საუბრობს. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მათ სოციალური ქსელებიდან ერთმანეთის ფოტოები წაშალეს. ამ დროისთვის წყვილს ოფიციალური განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია, ამიტომ გავრცელებული ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ ჭორის დონეზე რჩება. მარიამს აქვს, მე მგონი, რაღაც უარული ინფორმაცია. რამე ხო არ გაქვს ესეთი ინფორმაცია? არავითარი ინფორმაცია. საუბრობდით ეთერის დაწყების წინ, რომ ანუ ესეთი ამბები უნდა მოგვეყოლა და არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა ილია თოფურიას ასე ვთქვათ ოჯახურ მდგომარეობას, იმიტომ რომ მთავარი არის ის მიღწევები, რაც მას აქვს. ხო და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს.